მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელი პირები საპატრიარქოს ეწვევნენ. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივი მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის წევრი ზაზა ლომინაძე, მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი იოვან ვულპესკუ, გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, მრჩეველი კოსტას მიგდალისი, გენერალური მდივნის თანაშემწე სოტირის დიმოპულოსი და დელეგაციის სხვა წევრები. სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლსა და უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე ისაუბრეს. მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა 18 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის დღე გაიხსენა. მხარეებმა ქრისტიანულ ფასეულობებზე, ასამბლეის მუშაობის სპეციფიკასა და საქართველოში სამუშაო ვიზიტზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღენიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში ასამბლეის მონაწილეობის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს. მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს ჯურები და ხატები გადასცა საჩუქრად. დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა. ზოგადად უნიკალური ორგანიზაცია ეს, იმიტომ რომ ევროპაში ქრისტიანული ღირებულებების განვითარებაზე ზრუნავენ და ზოგადად მშვიდობისთვის ზრუნავენ. ეს მართლმადიდებლები და ზოგადად აღინიშნა მათ მიერ განსაკუთრებულად პატრიარქის ღვაწლი, ისინი ადრე შეხვედრიან უწმინდეს და უნეტარეს და ძალიან კარგად ახსოვთ ეს მოგონებები. ასევე დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები, თქვენ იცით შემოდგომა 1700 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება ჩვენთან და ამასთან დაკავშირებით ერთობლივი მრავალი ღონისძიება იქნება ამ ორგანიზაციასა და ჩვენს შორის ერთობლივად შესრულებული. ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. 18 წლის წინ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდიაც გარდაცვლილ პატრიარქს და მოხარული ვარ, რომ დღესაც ის მთელი ქართველი ერისთვის ერთიანობის სიმბოლოდ რჩება. მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველი ხალხის იდენტობის ფუნდამენტურ ელემენტს. მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე, 100,000-ობით მორწმუნის დასწრებით. ამავდროულად პატრიარქ ილია მეორის ავტორიტეტსა და სულიერ ნათებას მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ასევე გამოიხატა იმით, რომ დაკრძალვის მსახურებას ხელმძღვანელობდა ყოვლად უწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. ასევე გსურს გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლობა საქართველოს პარლამენტის მიმართ, რომელიც მასპინძლობს ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს. საქართველო არის მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის დამფუძნებელი წევრი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენი ღირსეული კოლეგა ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი ჩვენი ინსტიტუციის უმაღლეს ორგანოში საერთაშორისო სამდივნოში მსახურობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელი პირები სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს ეკლესიის მეთაურის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მართლმადიდებლთა შორის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ჩამოგზანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს ბუნებრივია კავშირებს ჩვენს ქვეყანას. ამ ასამბლეაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან პარლამენტარები და ბუნებრივია, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლა კიდევ ერთი საშუალებაა, რომ საქართველოს უნიკალურ კულტურას გაეცნონ, რა თქმა უნდა, ჩვენს ქართველი ხალხის ცხოვრებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს სულიერებას და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის პირადად, როგორც ეკლესიისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. მათ ჰქონდათ შეხვედრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან და შემდგომ გადაწყვიტეს, რომ
ფეხით საპატრიარქოდან მობრძანებული იყვნენ სიონის საკათედრო ტაძარში, რომ თავიანთი ღრმა პატივისცემა და სიყვარული გამოეხატათ საქართველოს აწუყე გარდაცვლილი პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესი ილია მეორის მიმართ. ეს არის უაღრესად დასაფასებელი, რამდენადაც ისინი უაღრესად მაღალი თანამდებობის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. ეს არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება მათი, რომ პატივი მიაგონ სოფლიოში აღიარებულ პიროვნებას, რომელსაც განსაკუთრებული და განუზომელი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ეკლესიის წინაშე და არა მარტო ჩვენი ეკლესიის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, ეს ძალიან დასაფასებელია. მათ მოითხოვეს თვითონ დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს თავად რომ შეესრულებინათ საგალობელი ძველ ბერძნულ ენაზე ქრისტიანულ გამკვდრეთით ეს საგალობელი და შემდგომ უკვე როცა დასრულდა პანაშვიდი უწმინდესი პატრიარქის სულის საოხად, რომელსაც ყველანი ესწრებოდნენ და გამოხატავდნენ ამით დიდ პატივისცემას პატრიარქისადმი, სიტყვები, რომელიც წარმოითქვება ამ მსახურების დროს საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, მათ ასევე ბერძნულად წარმოთქვეს ეს და თავად იგალობეს. ბუნებრივია, არ შეიძლება ამან არ იმოქმედოს ჩვენზე პატრიარქის ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია და პატრიარქის ეს ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგან სიამაყით ავსებს ბუნებრივია და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ უდიდეს მოწიწებას და პატივისცემას უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის მიმართ. ეს დღეები საქართველოში სტუმრად იყოფებიან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნოს წევრები. დელეგაცია არის 12 ქვეყნიდან ჩამოსული. აქ ბრძანდება საბერძნეთის პარლამენტის წევრი, რომელიც გახლავთ გენერალური მდივანი, პრეზიდენტი ამ ორგანიზაციის, რომელიც გახლავთ რუმინეთის პარლამენტის წევრი. ჩვენ გქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტში, რომელიც გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შემდგომ გქონდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ის საკითხები, რაც ამ ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს. ეს არის, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ღირებულებები, ქრისტიანული დიალოგი მთელ მსოფლიოში, კულტურათა შორის დიალოგი, მშვიდობის გარშემო საუბარი და ქმედებების განხორციელება, აგრეთვე რელიგიათ შორის დიალოგის საკითხები. შემდგომ ჩვენ დღეს მოვილოცეთ წმინდა ნინოს საფლავი და ქონდა შეხვედრა საღამოს უკვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, სადაც ასევე ძალიან გულთბილი შეხვედრა გაიმართა და იმ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენ საერთო მიზნებს წარმოადგენს. ვიზიტის ბოლოს ჩვენმა სტუმრებმა ეს მათი დიდი სურვილი იყო, რომ მოელოცათ ჩვენი უწმინდესი პატრიარქის საფლავი. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ. შეხვედრა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ გახსნა. მან უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ჩარიცხვის წესებსა და სასწავლო პროცესის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ ჩხეიძე, დეკანი ზურაბ წკრიალაშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ყაზარაშვილი, ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე ჩიხლაძე, პროექტების მართვის მენეჯერი ნინო რაზმაძე, სტუდენტები, აბიტურიენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შევეხსენებთ, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლებას, დაცვას, განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მის პოპულარიზაციას. უნივერსიტეტი ამზადებს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებს და ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევრებს. უნივერსიტეტს აქვს აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. დღეს ღია კარის დღეს უმასპინძლეთ გალობის უნივერსიტეტში. რაოდენ სასიხარულო იყო ჩვენთვის ის ამბავი, რომ საკმაოდ ხალხმრავალი იყო ჩვენი აუდიტორია. ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, დაინტერესებული არიან იმ სფეროთი, რასაც ქვია ტრადიციული ქართული ხალხური მუსიკა და საეკლესიო გალობა. ამ სფეროს შესწავლით, დაუფლებით და შემდეგ, რა თქმა უნდა, მომავალი თაობისთვის გადაცემით. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გალობის უნივერსიტეტისთვის, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ არის აუცილებლად
ყურაცაღები და საპატივსაცემო ის დარგი, რაც ემსახურება საეკლესიო მუსიკას და ტრადიციულ ხალხურ სიმღერას. მან ბრძანა უნივერსიტეტის გახსნის დღეს, რომ აქ აღიზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგ ერთად უგალობენ და ადიდებენ უფალს. ეს არის ანდერძი დატოვებული ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მიერ, რომლის აღსრულება ევალება ამ უნივერსიტეტს, ევალება იმ ახალგაზრდებს, ვინც უნდა ჩააბაროს აქ, შეისწავლოს ჩვენი საგანძური და გადასცეს თაობებს. ამას აკეთებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს არიან გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები. მე ძალიან გახარებული ვარ დღეს, ძალიან მოტივირებული ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები მოდიან გალობის უნივერსიტეტში და ახალ შენობაში, როდესაც ჩვენ სექტემბრიდან უკვე დავბინავდებით ახალ შენობაში, იქ უკვე საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება ელოდებათ სტუდენტებს, სტუდენტური ცხოვრება, რომელიც იქნება დატვირთული როგორც საშემსრულებლო ნაწილით, ასევე დატვირთული იქნება კონფერენციებით და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ისინი მისიას, რაც ავალიათ და მათი მოვალეობა რაც არის, პირნათლად შეასრულებენ. მე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, როგორც შიდა გამოცდებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე და დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი, რომლებიც დღეს ესწრებოდნენ ღია კარის დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ისინი სიხარულით შემოაბიჯებენ ფეხს გალობის უნივერსიტეტში, როგორც სტუდენტები. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის. დღევანდელ დღეს ტრადიციულად ყოველწლიურად ვატარებთ ღია კარის დღეს შეხვედრებს აბიტურიენტებთან, ხშირად მშობლების თანხლებით არიან ისინი წარმოდგენილი. და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ, არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, არამედ იმ ფართო შესაძლებლობების თაობაზე გადავცეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ თავისი განათლება მიიღონ ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლის მიმართულებით. როდესაც ისინი არჩევანს აკეთებენ, ის ფართო შესაძლებლობები, რომელიც უნივერსიტეტში არსებობს და რომელსაც უნივერსიტეტის თავაზობს, სრულად ამ ინფორმაციის მიღება მათ არ შეუძლიათ, თუ არ ადევნებენ თვალს, რასაკვირველია ჩვენს ვებგვერდს, სოციალურ ქსელს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მიმდინარე წელსაც დაინტერესება არის დიდი, დაინტერესება იყო არა მხოლოდ ზოგად საგანმანათლებლო სკოლის კურსდამთავრებულების მხრიდან, არამედ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდანაც, რომლებმაც შესაძლოა მობილობის უფლებით ისარგებლონ და ამ გზით გახდნენ ჩვენი სტუდენტები. ყველა აბიტურიენტს უსურვებ წარმატებას, ის დაპირება და ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მათ გადავეცით და ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ წლიდან წლამდე ვდებთ, როგორც სტუდენტებთან ურთიერთობაში, ასევე სხვადასხვა სასწავლო პროგრამის მიღმა არსებულ აქტივობებში, წელსაც იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული, იმიტომ რომ ჩვენთვის უდიდესი мотиваცია არის ახალ სტუდენტებს დავხვდეთ სრულიად ახალ მისამართზე ჩუბინაშვილის ქუჩაზე აბსოლუტურად უნიკალურ შენობაში და ეს ჩვენი უნიკალური საგანძურის შესწავლა შევთავაზოთ ასეთ განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფილ საგანმანათლებლო სივრცეში. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს უნივერსიტეტში არჩევანი ვინც გააკეთა იმ აბიტურიენტებს და საზოგადოდ საქართველოს მასშტაბით ყველა აბიტურიენტს, რომელსაც სურს უმაღლესი განათლების მიღება. ძალიან მიხარია დღეს აკყოფნა, ჩემთვის უდიდესი პატივია, როგორც აკყოფნა, ისევე ამ უნივერსიტეტისთვის მომავალი სტუდენტის სტატუსი. ძალიან მიხარია, ძალიან კარგი ოჯახური და თბილი გარემო დამხვდა აქ მოსვლისას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უწმინდეს და უნეტარის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ასეთი კარგი უნივერსიტეტის დაარსებისთვის.
რაც შეეხება რატომ მინდა აქ სწავლის გაგრძელება, ჩემთვის არის უდიდესი პატივი რომ გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის ტრადიციული სიმღერების შესწავლა და ასევე საეკლესიო გალობების. რადგან ძალიან ბევრი არ არის ამით დაინტერესებული და ჩემი აზრით კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა იკარგება. ორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის გახსნის დღეს გაიმართა წიგნების წარდგინება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე და ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც 2026 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცადა საფუძველი ჩაუყარა 20 ტომიან ფუნდამენტურ კრებულს. აღნიშნული ტომი აერთიანებს ძველ ქართულ და ძველ სომხურ საისტორიო მწერლობასა და სარედაქციო წერილებს და კომენტარებს, ხოლო მონოგრაფია მიმოიხილავს მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს, მის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას. ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა მისი მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის მასშტაბებს, მათ შორის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, სამართლის, ეკონომიკის, ლიტერატურათმცოდნეობისა და სხვა დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის პირად ჩანაწერებს. ასევე პირველად გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები. გამოფენის გახსნის ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოგეხსენებათ, რომ საყოველთაოდ აღინიშნება აპრილში ჩვენი დიდი მეცნიერის და მოღვაწის, დიდი მამულიშვილის ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავი. ძალიან ბევრი საზეიმო ღონისძიება გაიმართება ძირითადად თბილისის უნივერსიტეტის ეგიდით. ცხადია, მისი დაარსებულია უნივერსიტეტი, მისი პირმშო და იქ გაიმართება ყველა ძირითადი ღონისძიება, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ დავასწარით კვირეული ჰქვია უნივერსიტეტში, ჩვენთან ჰქვია ორკვირეული ივანე ჯავახიშვილისა, რომელიც დღეს იხსნება გამოფენით. აქ არის წარმოდგენილი მხოლოდ მცირე ნაწილი მუზარმაზარი მასალისა, რომელიც ინახება ჩვენთან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის 99% ჩვენთან არის, ეს არის სამეცნიერო ნაშრომები, მისი წერილები, პირადი მიმოწერა მეცნიერებთან, სახელმწიფო მნიშვნელობის აქტები, რომლებიც უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. აი ეს გამოფენა პლუს ამას არის ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია. იყო ასეთი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილის მოწაფე, ძალიან ცნობილი ისტორიკოსი დავით გვრიტიშვილი და მისი წიგნი, რომელიც სამჯერ გამოიცა, მაგრამ უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ეს იყო პირველი ავტორი, ვინც მონოგრაფია მიუძღვნა ივანე ჯავახიშვილს, ასევე ერქვა წიგნს ივანე ჯავახიშვილი, მეორე გამოცემას ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე. ჩვენ ორივე სათაური გავაერთიანეთ და გამოვეცით ახლა აი ეს ძალიან საინტერესო წიგნი მისი ივანე ჯავახიშვილზე. გარდა ამისა, არაოფიციალური წარდგენა იქნება ჯავახიშვილის 20 ტომეულის პირველი ტომისა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დაბეჭდა, აქ მოხდა მისი დაკაბადონება, მთელი მუშაობის პროცესი ხელნაწერთა ინსტიტუტთან არის დაკავშირებული და მისი წარდგენა არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ უნივერსიტეტს არ წავართმევ ამ ასე ვთქვათ უპირატესობას ამ საკითხში. მაგრამ ჩვენ დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ ბატონ როინის თხოვნაც ამ მთავარი რედაქტორის, რომ დღეს აღვნიშნოთ აუცილებლად ამ წიგნის გამოცემა, მოსწრება გამოცემისა სწორედ 150 წლისთავისათვის. ქართველმა საზოგადოებამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებით. გადაწყდა მისი თხზულებების 20 ტომეულის გამოცემა, რომლის პირველი ტომი უკვე მკითხველმა მიიღო.
ამ საიუბილეო გამოცემას სათავეში უდგას 3 ეროვნული დაწესებულება. ეს გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. გამოცემა სათავეში უდგას სოლიდური სარედაქციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე გახლავთ აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ხასიათი მიიღო ამ პირველი ტომის გამოცემაზე მუშაობამ. წლების მანძილზე ამ 20 ტომეულის ტექსტის მომზადებაზე მუშაობდა და განაგრძობს მუშაობას სარედაქციო ტექსტოლოგიური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ისტორიკოსი პროფესორი ბატონ დავით სართანია. ამ ერთობლივი მუშაობით დღეს უკვე მზის სინათლე იხილა ივანე ჯავახიშვილის 20 ტომეულის პირველმა ტომმა სწორედ იმ სტრუქტურით და იმ თხზულებების შემადგენლობით, როგორც მას წარმოედგინა თავისი ნაშრომების გამოცემა. ჩვენ დიდი ხანია ვემზადებოდით, ჩვენ მეთქი რომ თქვი გულისხმობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მეცნიერებათა აკადემიას და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეის აღსანიშნავად. ამისთვის დაიგეგმა გამოცემული იყო მისი თხზულებების სრული აკადემიური კრებული. უკვე სახეზეა პირველი ტომი. აი ეს რისი განსხვავდება ახლა ახალი გამოცემა წინამორბედებისაგან. საქმე ის არის, რომ რაც ადრე გამოცემულა, მას ჰქონდა მეტწილად სპონტანური ხასიათი. კი, ყველაზე სრული გამოცემა დღემდე არსებულთა შორის 12 ტომეული იყო, მაგრამ ისიც არ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც ჩვენ შეიძლება უყენებდეთ ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობას, სრულად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და ყოფილიყო უნდა ავთენტური სახით. სწორედ ამის გამო გადაწყდა ახალი გამოცემის გაკეთება, სადაც შევიდოდა მისი ყველანაირი თხზულება, არა მარტო სამეცნიერო, არამედ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალებიც. მოიხსენებათ, ივანე ჯავახიშვილი იყო არა მარტო მრავალფეროვანი მეცნიერი, არამედ ის საზოგადო ასპარეზზე სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა და შესრულებული აქვს ძალიან დიდი წვლილი საქართველოს მაშინდელ ისტორიაში. ის იყო ჯერ კიდევ დემოკრატიული საქართველოს პერიოდში სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ახალი ქართული სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნა. ის იყო აგრეთვე პარიზში გამართული სამშვიდობო კონფერენციის საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, მართალია ის არ გაუშვეს მერე, ვიზა ვერ მიიღო და ამის გამო. ის იყო შოთა რუსთაველის ეპოქის მუზეუმის დირექტორი, ის იყო მცხეთის და სხვა არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ის იყო უნივერსიტეტის დეკანი და შემდეგ რექტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ამ თანამდებობებზე მუშაობისას მას აქვს შექმნილი თავისი ხელით უამრავი სხვადასხვა სახის მოხსენება, წერილი, პროექტი და ასე შემდეგ. ყველა ამათი თავმოყრა იყო აუცილებელი, რომ საზოგადოებამ გაიგოს თუ რა მოცულობის მეცნიერი ყავდა ჩვენ და არა მარტო იმიტომ რომ ყავდა, არამედ იქ ისეთი მასალებიცაა მოცემული, რომელიც თანამედროვეებისგან შორს არ არის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები გარდაბანი მარნეულის სატყეო უბანზე, ჭალის ტყის მასივში ხორციელდება და 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში გასულ წელს განხორციელდა ტერიტორიის სრულმასშტაბიანი გაწმენდა და შემოღობა, რის შემდეგაც 11 სახეობის 25,000 ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დამატებით დაერგვება წითელი ნუსხით დაცული სახეობის ჭალის მუხის 25,000 ნერგი. მიმდინარეობს ჭალის ტყის აღდგენის პროექტი. ამ დროისათვის 25,000 ნერგი არის დარგული 11 სხვადასხვა სახეობა. 2026 წელს ჩვენ გეგმოთ დამატებით ასევე 25,000 წითელი ნუსხით დასული სახეობის ჭალის მუხის დამატებას ამ ტერიტორიაზე. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე წარმოადგენს ჩვენი რეფორმის მთავარ ერთ-ერთ მიზანს. მინდა აღვნიშნო, რომ სატყეო სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით წელს მიმდინარე პროექტებით დაგეგმილი აქვს 3,500 ჰექტარზე მოვლა აღდგენის პროექტების განხორციელება. საფრანგეთში პარიზის სალგავოს საკონცერტო დარბაზში კონცერტი ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა. პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო საკონცერტო დარბაზში. ის რომ ჟღერს ქართული მუსიკა, არიან ქართველი შემსრულებლები, არაჩვეულებრივი შემსრულებლები. და თან ფრანგ მუსიკოსებთან ერთად ხდება ეს ყველაფერი, რომ ქართული მუსიკის პოპულარიზაცია ხდება მუსიკოსებისვე ჩართულობით, ეს არის უმნიშვნელოვანესი. საკუთრებით ემოციური იყო ბოლოს პატრიარქისადმი მიძღვნილი ავე მარია, რომელიც საოცარ ემოციას აღვიძებდა ყველა ჩვენგანში. დიდი მადლობა მინდა უთხრა საფრანგეთში ჩვენ საელჩოს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დღეები მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა, იმისთვის, რომ საქართველო სათანადოდ და ღირსეულად ყოფილიყო წარმოჩენილი. ყოველთვის ემოციური იყო ავე მარიის შესრულება, მაგრამ ეხლა უფრო გაორმაგდება ამ ნაწარმოების შესრულება. დიდი სევდა რომელიც დაგვიტოვა უწმინდესის წასვლამ, ჯერ არც ერთი ქართველის გულიდან არ გაქარვებულა. აკომპანიმენტს გვიწევდა საფრანგეთის სიმფონიური ორკესტრი, ძალიან მაღალი დონის ორკესტრი და სადღაც ერთგვარი რაღაცნაირად თანამშრომლობა შედგა ჩვენ და მათ შორის.